ახლა კი ტრადიციულად რო გავიგოთ თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი 21 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით. ესე იგი, მუსიკის მოყვარულთათვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს დღეს 19 საათსა და 30 წუთზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ქართველი კომპოზიტორის ნუნუ გაბუნიას საავტორო საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, ამიტომ ბათუმში ვინც ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან დიდი სიამოვნება. ახლა უკვე თეატრალურ წარმოადგენებზე გადავინაცვლოთ. დახუნძლულია ეს კვირა სწორედ ამ დაგვარი სანახაობებით. დღეს მაგალითად მოზარდ-მაყურებელთა თეატრში 12 საათზე სცენაზე ფრანგი მწერლის შალ პეროს ცნობილი ზღაპარი წითელ კუდა გაცოცხლდება. რაღაცა ბოჭები ბავშვობა წითელ კუდათი იწყებოდა და დღეს უკვე არ ვიცი თანამედროვე ბავშვებს უყვართ ძველი ამბები. რაც შეეხება 4 საათზე, 16 საათზე მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სცენაზე გაიმართება წარმოდგენა 3 გოჭი, ამიტომ ბავშვები შეგიძლიათ წაიყვანოთ 3 გოჭზე. იგივე სცენაზე, კი ბატონო, დავრჩე მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სცენაზე 12 საათზე თეატრალურ წარმოდგენას გვთავაზობს სახელწოდებით რწყილი და ჭიანჭველა, ქართული ხალხური ზეპრის სიტყვიერებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია, რომელიც თითქმის ყველა ქართველმა იცის. სპექტაკლში ვიხილავთ სამაგალითო მეგობრობის ამბავს და მერე თიკა ჩვენზეც დაიწერება ზღაპარი. ჩაუგდებ და ამოვიყვან. ჩემ ძმობილს ჭიანჭველასაო. აი ესე. დავგრეხ თოქს და ბაწარსაც. ამავე სახელწოდების სპექტაკლის იხილავს მაყურებელი ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, სადაც წარმოდგენა უკვე 19 საათზე დაიწყება. კი ბატონო. ჭიანჭველა იქაც არის ესე იგი. იქაც არის, აქაც არის, ყველგან არის და ძალიან კარგია. კატო იქა, ქვილი აქა, ლაშა აქა, თიკაც აქა.